უკვე 40 დღეა, რაც ზურაბ ბებანოიძის მეგობრები მის გარეშე მიუყვებიან ამ გზას. მათი მეგობრობა აქ, ბოტანიკურ ბაღში დაიწყო. დღეს თითოეული მათგანი დიდ სევდას დაატარებს. 18 სექტემბერს მათ 24 წლის საუკეთესო მეგობარი დაკარგეს. ერთმანეთი გავიცანით აი აქ ბოტანიკურ ბაღში. იმის მე სულ ერთად დავდივდით ერთ კარავში გვეძინა. ყველა მარშრუტზე ერთად მივდიოდით, მომდიოდით და რაღაც ისე მოხდა, რომ ერთხელ წამოვიღე შედარებით პატარა კარავი და ჩემზე მაღალი იყო და სულ დამცინდა და რომ შეზომის კარვით დადიხარო და არ გინდა რომ ერთად გვეძინოს. მართალია ზურაბ ბებანოიძემ სიცოცხლის მოკლე გზა გაიარა, მაგრამ უკვდავი სახელი დატოვა. მან ეს გზა სიყვარულით, შრომით და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვით განვლო. ძალიან გააზრებულად აკეთებდა ყველაფერს რა, არ შელებოდა არასდროს არც სიტყვა პასუხი და აი თან სულ ერთად რო ვიყავით რაღაცა ის ბავშვით ვულიდით ერთმანეთს, იმიტომ რომ სულ ერთმანეთზე ვიყავით დამოკიდებული და აი ყველაფერი იცოდა ჩემი და მე იმისი რა და ისე იყო რომ ის მე არც ვიცოდი ჩემ მეგობრებს უთხრა რომ ჩემიო მესაიდუმლიერიო და მეო მაგისიო რა და რაღაცა დღემდე ისე ჩამჩა რომ ჩემთვის არ უთქვამს რა და რაღაცა ეს განცდები მაგ და შინაგანად მიხარია რომ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება ქონდა. ძლიერი იყო ყველანაირად, მორალურად, ფიზიკურად და ყველაზე მთავარი რაც არის რომ აი ყველაზე თავმდაბალი და ესეთი კეთილი ადამიანი იყო რომ თავისი რაც ქონდა ვერ მიხვდებოდი ვერასოდეს თვითონ რა უნდოდა, იმიტომ რომ ჯერ გათქმევინოდა შენ რა გინდოდა და მე იმის დამიხედვით ამბობდა დაიწყობოდა შენ სურვილებს. პირველი ავიდოდა ხოლმე ხშირად ესე იქ საბანაკი ადგილზე რაღაცა და ჩვენ თუ უკან მოვდიოდით რაღაცა მიზეზის გამო ჩამოირბენდა ქვევით ჩანთას გამოგვართმევდა რუგზაკს და აი არასდროს არ უყვარდა თვითონ თუ მაგას შესთავაზებდი. ზურაბს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო თვისება. ან კამათი ან დაპირისპირდ რაღაცა თუ იყო ან ხუმრობით ან მართლა ყოველთვის უჭერდა მხარს იმას, ვინც მარცხისკენ იხრებოდა. შეატყობდა სიტუაციაში, რომ ადამიანი მარცხდება ამ კამათში, ან რაღაც ხუმრობაში, ან რაღაცაში, ყოველთვის იმის მხარეს იჭერდა. აი რაღაც ქვეცნობიერად ჰქონდა ესეთი მომენტი. მე არ შემოხვედრე ეგეთი თვისება, იჩვიათია რა. ეს არ არის, როცა შენ ხედავ ადამიანი ჩხუბობს და ეხმარება იმას, ვინც მარცხდება. ეს რაღაც სხვანაირი გზნობა, აი ადამიანის სულიერ სისუსტეს რო იგრძნობდა, იქ უდგებოდა გვერდში. ცხოვრება უყვარდა. მუდამ კარგ განწყობაზე იყო. ხანდახან ალბათ არც იყო, მაგრამ ცდილობდა ეს სხვისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. უყვარდა, როცა თავის დადებით ემოციას სხვასაც გადასდებდა. ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავდა მის განსაკუთრებულ იუმორს. შეუმჩნეველი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ახლა ზოგიერთ სიტყვებს ჩვენ ვარქმარობთ ცხოვრებაში და რაღაც ესეთ უცნაურ სიტყვებს ამოიღებდა ლექსიკონიდან, რომ სულ სხვა სიმდიდრეს აძლევდა სიტუაციას. დიდი შინაგანი კულტურა ჰქონდა. ხუმრობის ხასიათზე იყო და არ მახსოვს ურა აი მოწყენილი რო ყოფილიყო ან სხვა რაიმე. ერთხელ მახსოვს დაღლილი იყო და ამ დაღლილობისგან უბრალოდ აღარ შეეძლო ლაპარაკი, მაგრამ აი მაინც ეღიმებოდა. წიგნის კითხვა ძალიან უყვარდა. ბანაკში წიგნის წასაკითხად დროს ყოველთვის იტოვებდა. შემდეგ საყვარელი ნაწარმოებებიდან მეგობრებს ამონარიდებს უკითხავდა. სულ დაქონდა წიგნები ბანაკში, აი ისე არ დაიძინებდა რომ რაღაცა მათემატიკის წიგნი ქონდა, ლიტერატურა ქონდა და ის ზედმეტსახელით მაქიდან წამოვიდა რომ ერთხელ მეკითხავდა ჩესტერფილდის დღიურებს რა და იქ რაღაც გამონათქვამი იყო და ესეთი წინადება იყო რომ რომელსაც ამბობდა ეგრე ვინმე მისტერ პოპი და ეს წამიგითხავ რომ ეს თქვა მისტერ პოპმა, მაქიდან მე შევარკვი რომ მეთქი შენ ხარ ჩემი პოპი მეთქი და ესე დაარჩა და სულ ეძახდი პოპის რა. მათემატიკოსური ნიჭის მქონეებს ერთოდ არ უყვართ ეგეთი ღრმა რაღაც წიგნების კითხვა და გაგიკვირდებოდა ისეთი ავტორის წიგნებს კითხულობდა ხოლმე ძალიან ისე ღრმად უნდა ეტყობა ცხოვრების ფილოსოფია და გაეგო. ბავშვობიდან უყვარდა ბუნება. უყვარდა სივრცე, სუფთა ჰაერი და ღამე ვარსკვლავების ყურება. უყვარდა მთები. 2004 წელს პირველად დალაშქრა სიმაღლე. მას შემდეგ სახლში ვეღარ ჩერდებოდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ახალგაზრდა მთამსვლელს დამწყები მთამსვლელები ჩააბარეს. დღეს ამ ბიჭებს ძალიან უჭირთ ზურაზე წარსულში საუბარი. ლევანი მე და კიდე 5 ვიყავით, რომელსაც ვასწავლიდა და ინსტრუქტორი, მაგრამ აი ძალიან ბევრ მწვავადზე ერთად მოგვიწია, ახლა ფაქტიურად რაზეც ვიყავი 2-ზე თუ 3-ზე არ იყო რა. ბოლოს ერთად ვიყავით მყინვარწვერზე, ბოლომთა იყო ზურასე ესეც. მანამ სანამდე იმ მარშრუტზე წავიდოდა, სადაც დაიღუპებოდა. და ისეთი არინდი იყო იქ, აბსოლუტურად ყველამთა ჩანდა თითქმის იალბუზი, დიქტაუ, კონსტანტაუ, შხარა, ნუშბა ისეთი ისეთი მხრიდან ჩანს, რომ გარჩევა ცოტა ძნელია. და ამბობდა, რომ ალბათ ასეთ ამის კიდევ ვერაზოს ვერ ვნახაო რა.
და მართლაც ასე მოხდა. სურა ბებანოიძე სოფელ ჯუთას მახლობლად ეგრეთ წოდებულ ჯავახიშვილის მთაზე ასვლისას ქვის ცვენაში მოყვა. ეს დაახლოებით 800 მეტრიანი, ანუ მეხუთე კატეგორიის მარშრუტია. სურა თავის მეგობრებთან, დათო მჭედლიშვილთან და ვანო იმნაიშვილთან ერთად 150 მეტრამდე იყო მისული, როცა ქვებმა ცვენა იწყო. 24 წლის ალპინისტი კლდის პირას დაეცა და გარდაიცვალა. ველოდები ისეთ ადგილას ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ნებისმიერ ჩვენთაგან შეიძლება ყოფილიყავის მის ადგილას. სამწუხაროა. მე აფასებ ადამიანს, რომ ხვდები რომ აღარ არის, რამდენად ძვირფასია და რამდენად აკლია. ეს გასკა, რომელიც თავზე ეხულა, რომელიც ფაქტურად დამსხვრეული არის. უტკაეცო. რომელიც სამწუხაროდ კონკრეტული დახეული არის. ნივთები რა ხარ რაც ავაგია ფაქტურად ყველაფერი მაგის ნივთები არის. ეს ნივთები ქონდა ეს. მათ მხოლოდ ზურაზე მოგონებები დარჩათ. ცრემლიანი თვალებით უყურებენ ფოტოებს და იხსენებენ ზურასთან გატარებულ წუთებს. უმძიმესია იმ ტკივილთან გამკლავება, რომელმაც მათ გულში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. სურა ბებანოიძე 1985 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. მის მშობლებს მესამე ვაჟი ცოტა მოგვიანებით შეძენიათ. დებოდა ამ სიყვარულით გარემოცვაში ისეთ ოჯახში, სადაც მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. თვითონაც ბუნები ძალიან მოსიყვარულე და ადამიანის მოყვარული გამოდგა. ეს მისმა ცხოვრებამაც უჩვენა. მე მიგვირს პირდაპირ მშობელი ვარ და ალბათ ყველაფერი უნდა მცოდნოდა, მაგრამ ბევრი რამე ისეთი არ მცოდნია მის შესახებ, რაც მისმა მეგობრებმა შემდეგ და უახლოესმა ნათესავებმა ილაპარაკეს და მომიყვნენ მე. მისი ხანმოკლე ცხოვრება აფხაზეთიდან დაიწყო. შემდეგ იყო 1993 წელი, რამაც განაპირობა მისი ოჯახის თბილისში გადმოსვლა. შემდეგ იყო ახალი გარემო, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი მასწავლებლები. რაც უნდა დაეშავებინა, ვერანაირად ვერ დავსჯიდი. მას მუდამ სახეზე კეთილი ღიმილი დასთამაშებდა და თვალები მხიარულად უციმციმებდა. ღიმილი, რომელიც ფარხმალს დაგაყრევინებდა და მისადმი კეთილად გაგაწყობდა. მუდამ მემახსოვრება ზურას მხიარული, კეთილი სახე და მისი ვერცხლის წყალივით მოციმციმე ლამაზი თვალები. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო. პარალელურად საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და სერტიფიკატები. მიუხედავად მისი ამდენი მიღწევისა, მშობლები გრძნობდნენ, რომ მისი მთავარი გატაცება მაინც მთა იყო. ის ეძებდა ყოველთვის დროს და მომენტს, რომ თაში აღმოჩენილებოდა, იქ გაეტარებინა ეს დღეები. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ძალიან და სწორედ ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ელემენტარულად გვიმალავდა. ისე მტკიცებუნების ბიჭი იყო, რაღაცას რო იტყო და ვერ გადაათქმევიდი. თავისი ბუნება ისეთი ჰქონდა, რომ უნდა მიეღწია იმისთვის, რაც თვითონ უნდოდა. ხშირად ვეუბნებოდი ბიჭო, შენ მაინც ფიზიკურად შეიძლება ასეთი ძლიერი არ იყო მეთქი და სწორედ ამის დამტკიცება მინდა, რომ ფიზიკურად ძლიერი ვარ, ამას მეტყოდა. თიდან ჩამოსული მშობლებს სიგელებით უმტკიცებდა თავის სიძლიერეს. უნდოდა მშობლების ნერვიულობა თავისი წარმატებით გადაეფარა. ამშვიდებდა, რომ ნერვიულებო, ეს ისეთი სპორტია, რომ მე ძალიან ფრთხილათა ვარ, რომ შესწავლას არ დაუშვებო და ასე მაწყმარებდა. ცხოვრების ბოლო პერიოდი ხატვით ყოფილა გატაცებული. ეს მისი რამდენიმე ნამუშევარია, რომლის დახატვაც მოასწრო.
რამდენიმე ნამუშევარმა კი მის უახლოეს ადამიანებთან დაიდობინა. ხატავდა კარგად და ერთხელ ბანაკის მერე რაღაცა საჭურველი უნდა აგვიყო და სახში მივედი და რაღაც მაგის ნახატი მომეწონა და არ ჩუქრინდა ცოცხალი თავი. ეს რა ნახატია, თავი დაანებილ კაცო და ზურგს როგორც იქნა იმდენი ვეხვეწე რომ ეს ნახატი მაჩუქალ და დამჭა და ეხლა ძალიან მიხარია. ზურა ნათესავებში ყველაზე პატარა ყოფილა. ამიტომ ყოველთვის განებივრებული იყო ზედმეტი სიყვარულით, თუმცა ამ სიყვარულს უკან ორმაგად გასცემდა. ყველასადმი იყო ძალიან თბილი, ალერსიანი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი თითქოს პატარა იყო, ჩემზე 13-14 წლით უმცროსი იყო ზურა ჩემზე, ყოველთვის მის გვერდით თავს გრძნობდი დაცულად. მშობლებს ყოველთვის ეშინოდათ ზურა მეგობრებთან ერთად მთის დასალაშქრად რომ მიდიოდა და ამის გამო მუდამ საყვედურობდნენ. როცა ახალგაზრდა ალპინისტი უკანასკნელი მარშრუტისთვის ემზადებოდა, ამ დღეს საყვედური არავის უთქვამს. მამას კი დაპირდა, რომ 3 დღეში დაბრუნდებოდა. ქვათაცვენა ამ რაიონში დიდი ხანია აღარავის ახსოვს. არც შეცდომა მოსვლია ვინმეს ამ ტრაგიკულ დღეს. ეს კარგად გათვლილი მარშრუტი იყო, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის მოულოდნელი უბედურება დატრიალდა. მანაც გაიზიარა ამ გამოჩენილი თამსვლელების ბედი. და ამ ქვათაცვენის დროს გაწყდა მისი თოკი. ზურას ქვეყნის საზღვრებს გარეთ უამრავი უცხოელი მეგობარი ჰყავდა. ყველამ გაიგო მისი გარდაცვალების ამბავი და გაიზიარა ის ტკივილი, რომელიც ზურამ ადამიანთა გულებში დატოვა. ახლახანს ოჯახმა ზურას იტალიელი მეგობრებისგან სამძიმრის წერილი მიიღო. ჩვენ მისი იტალიელი მეგობრები ვერაფრით შევეგუეთ იმას, რომ ზურა ამ ქვეყნად აღარ არის. რამდენიმე დღის დამძიმებული სულიერი მდგომარეობის შემდეგ გადავწყვიტეთ სამძიმრის წერილი მოგვეწერა. გამოგვეხატა ჩვენი თანაგრძნობა, თანადგომა და შორეული იტალიიდან ხმა მოგვეწვდინა, რომ თქვენს გვერდით გვიგულოთ და გჯეროდეთ, რომ მისმა სიკვდილმა ისეთივე ღრმა და მოუშუშებელი ტკივილი დაგვიტოვა, როგორც თქვენ. იგი სამუდამოდ დარჩება ყველას ხსოვნაში. 24 წლის ზურა ბებანოიძემ ბევრი სიყვარული დატოვა. იგი ძლიერი მტკიცე და უღალატო ვაჟკაცის სახელით წავიდა ამ ქვეყნიდან. ისე მოხდა, რომ წინ მიდიოდა ზურა შუაში იყო და მე ბოლო კაცად ვიყავი. პირველი თოკი რო იარა ვანომ ზურა წავიდა შესაბამისად რა ამ თოკზე რა. ავიდა და ამიზახა წავყევი მეც რა. ავედი მეორე სტანციაზე და სად დამხვდა რა ზურა. ავედი საჭურველი გადავეცი და წავიდა რა ზურაც რა. ზევით ვანოსკენ. ხოთაცვენის ხმა გავიგე რა და ქვები გადმოიყარა რა და ამ სტანციაზე რო ვიჯექი ჩემს წინ დაეყარა რა ქვები. ხოთაცვენა რომ მორჩა. თვითონ რო არ შემეხმიან და მე შევეხმიანე ეგრევე რა დასწრებაზე ვარ ხომე რა მაგ დროს რა. ზურამ ხმა აღარ გამწვა რა. დიდი უბედურება დავატყდა თავს და მის გადატანას ალბათ ისევ ზურას პატივისცემით შევძლებთ და ზურა ძალიან სხვანაირი პიროვნება იყო ყველანაირად და ალბათ ისნაირი იბადება 1000 წლებში ერთხელ ყველანაირად. მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, მან ეს მოიპოვა ესეთი სიყვარული და სიტყვა. მე კმაყოფილი ვარ, მართალია 24 წელი იცხოვრა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ასეთი ვაჟკაცი და ასეთი ბუნების ყოფილა.